უზენაესი ლიდერი არის უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის. შესაბამისად ის ნიშნავს გენშტაბის მეთაურს, ის ნიშნავს არმიის მეთაურს, გუშაგების მეთაურს, პოლიციის მეთაურს და ყველას ეს ექვემდებარება უზენაეს ლიდერს. სასამართლო ხელისუფლება არის რეალურად სასულიერო ისტაბლიშმენტის ხელში და ასევე ამ უზენაეს მოსამართლეს, უბრალოდ სასამართლო ხელისუფლების მეთაურს ნიშნავს ასევე უზენაესი ლიდერი. და რეალურად სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება პროკურატურაც. ან პროკურატურა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, არის რეალურად სასამართლო ხელისუფლების ნაწილი. სასამართლო ხელისუფლება ასევე კონტროლებს ციხეებს, კონტროლებს თქვათ საჯარო რეესტრსაც. ანუ ის რაც თქვათ იუსტიციის სამინისტრო კლავაც რომელიც მთავრობას ემორჩილება არის უბრალოდ კოორდინატორი ამ კუთხით. დანარჩენი ეს ორგანოები, რომელიც სხვა ქვეყნებში აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, იქ არის სასამართლო ხელისუფლების ნაწილი.